Salami, ჩემო კარგებო. არა აქვს მნიშვნელობა თქვენთან დილაა თუ საღამოა, ჩემთან ღამეა თუ შუადღეა, მოგესალმებით და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. ვინც არ მიცნობთ, მე მაკავარ, ეს არის არხი გემრიელი ცხოვრება, სადაც ჩვენ ხან ვამზადებთ, ხან ვჭორაობთ, რაც მთავარია, ჩვენ ერთმანეთს პატევს ვცემთ. და მე სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ შორის არ არიან ჰეითერები, იყო ერთი-ორი და მივაბლოკე. დანარჩენი ერთი მეგობრული გემრიელი ოჯახი ვართ, სადაც ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას, ვწერთ უმეტესად, როგორც წესი, უმეტესად კი არა, უფრო ხშირად, როგორც წესი, ვწერთ ერთმანეთს კომპლიმენტებს, რომელიც ხანდახან მაწითლებს ხოლმე, ელოყებს მიწვავს, ისეთია ხოლმე თქვენგან, დიდი მადლობა. ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას, ვწერთ ერთმანეთს რეცეპტებს, ერთმანეთს ვეკითხებით რაღაცებს, ერთმანეთს პასუხობთ, მოკლედ, ვისაც მოგწონს აი ამ სასტავში, ესე ვთქვათ, ყოფნა ვართ, ვისაც არ მოგწონთ, ღმერთმა წარმატებით მოგაძებნინოთ თქვენი წრე, თქვენი ჯგუფი და თქვენთვის მოსაწონი ბლოგერი. მე დღეს ესეთი გეგმა მაქვს ჩემო საყვარელო გოგოებო და ბიჭებო. თუმცა ბიჭები ამბობენ დროს მოიკოჭლებენ რაღაცა, დიდი ხანი არ მოგიწერიათ. აბა ბიჭებო, სად ახართ? რა საშაშუნებ შენ, ბიჭო? ეს ბუბუა. და სხვათა შორის ძაღლისა და კატის პატრონებს სულ ყველას განსაკუთრებული მოკითხვა ბუბუსასგან სულ ყველა ჯამრთელად მყავდეთ ჩემო კარგებო. და ამასობაში ბუბუმ გადააყირავა ტომარა, რომლის გადაყირავება და გადმოქექვასაც მე ახლა ვაპირებ. მოკლედ, რა მაქვს გეგმაში? ერთი პროექტი მაქვს, რომლისთვისაც მინდა რომ ნაჭრები შევარჩიო, თუმცა საკერავი ნაჭრები უკვე ცალკე მაქვს ერთად მოგროვილი. ახლა კონკრეტულად მე რომელიც ვჭირდება კონკრეტულად იმ პროექტისთვის, რომელიც ახლა მინდა რომ დავიწყო, აი იმისთვის უნდა შევარჩიო და ამას გავაკეთებ თქვენთან ერთად. და შენ თუ დამაწყდა, როგორ გავასწოროთ ახლა ჩვენ ეს კამერა? მე მგონი აი ესეა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი. მეც ვჩანვარ და ტრიფონიც ჩანს. შენც დაგიჭერეთ, მეც დამიჭერეთ, ტრიფონსაც დაიჭერეთ. ვარცხნილობას არ ვიმჩნევთ, ჩვენ ისეთები ვიყავს ერთმანეთი როგორებიც ვართ, სახის ფორმაში ვართ. ჯერ ვერ გავიზარდე იქამდე ეს 46 წლის ქალი, რომ აი სახლშიც ლამაზი ვიყო და იქნება და ის არის. იქნება ეგ არის გაზრდა, რომ სულაც არ არის სავალდებულო, რომ სახლშიც ლამაზი იყო და საერთოდ სადმე ლამაზი იყო და ამისთვის დიდი შრომა გასწიო. რა ვიცი, ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, იქნება ეს ერთგვარი თავისუფლებაა და სულაც არ არის ყველაფერი ზაკი. მომწონს ეს ნაჭერი, მაგრამ იმაში, რასაც მე ახლა ვაპირებ, არ გამომადგება. რა მინდა რომ გაჩვენოთ, ასეთი ნაჭერი რამდენიმე ისა მაქვს, ესე ვთქვათ, ფრაგმენტი, საკმაოდ ბევრი. ნახეთ როგორია იმასავით არის, აპლიკაციასავით არის, ხედავთ, აი თითქოს გატარებულია გვირისტი, მაგრამ თვითონ ჩანაფიქრში ნაჭერია ესეთი. ეს რაღაცა საბავშვო ფარდა იყო. ესეც გამომადგება პროექტებში მე აუცილებლად და ახლა მოგიყვებით რას ვაპირებ. გაჩერდი ბიჭო, გაჩერდი. მინდა შევკერო ერთგვარი რბილი წიგნი, ერთგვარი სახლის ფორმის, ერთგვარი ბლოკნოტი, რომელიც იქნება თემატური და რომელიც იქნება თავისი დეტალებით, როგორ გითხრათ, აი ამ თავის დეტალებით, აი ამ თემას უპასუხებს. ასე მაგალითად, დავუშვათ, სადაბადების დღეო საჩუქარია. კარტოფილი შიშკინებს ჩემთან, ამაზე რა ქვია. გასქურაზე და გამწვავით შართულია და ალბათ გუგუნებს, იმედია არ იქნება ხმაურიანი ვიდეო. აი მაგალითად ეს არის რბილი სათამაშო სუვენირი დაბადების დღისთვის. და ეს დაბადების დღე არის დაუშვათ როგორც მე მაქვს ივნის, 4 ივნის მაქვს მე დაბადების დღე და დამეთანხმებით მაისის ბოლოს ივნისში დაბადებულებს ბავშვობიდან ეს ეხლაა რომ ხილ სეზონი აღარ აქვს, ჩვენ ბავშვობაში ხილ სეზონი ქონდა.
აი მაგ სეზონზე სუფრაზე აუცილებლად იყო ხოლმე მარწყვის ტორტი და ჩაქაფული, იმიტომ რომ ეს იყო მწვანილის, მწვანე ტყემლის, ახალი კარტოფილის და იმისი, რა ქვია, მარწყვის ტორტის სეზონი. ასე რომ ჩვენ მაისის ბოლო, ივნისის, თითქმის და ივნისის იუბილარები ვაიმაშვებით, აი მე დაბადების დღის ტორტს ასოცირებ აუცილებლად მარწყვის ტორტთან. ჩემსაც რაც შეეხება სხვისი, შეიძლება შოკოლადისაც იყოს და შეიძლება ბანანისაც იყოს, ვისაც როგორ უნდა. ჩემი არის მარწყვის. ასე მაგალითად, ავიღოთ რბილი წიგნი. აი მაგალითად, აი ესეთი. ფურცელი, რომელიც არის აი ესე იკეცება, ხო? და ეს იყოს მარწყვის ფორმის. წითელი ხავერდი დავუშვათ, ბისერებით გავუკეთო წიფწები, აქ გავუკეთო მწვანე ყუნწი, რომელიც დავუშვათ, ესე იკეცება, იშლება და ესე რომ გაიშლება, ხა შენ რაღაცები მიწერია და არ მინდა რომ ეკრანს მიუშვირო. აი ეს რა ქვია. აი ესე რომ გაიშლება ეს მარწყვი, შიგნით დავუშვათ იждება ჭიაყელა, აი არ ვიცით, ყველაფერი შეიძლება, ვაშლი შეიძლება გაკეთდეს შიგნით ჭიაყელითან. ახლა მარწყვს არა აქვს გული, მაგრამ ვაშლს შეიძლება შიდა ის ჰქონდეს, კურკების ნაწილი და ყუნწი. ყველაფერი შესაძლებელია, ხო? შეიძლება ჰქონდეს ლამაზი სანიშნე, იმისი, რა ქვია, რაღაცა მცენარესავით, ფოთოლი, აი ფოთოლი იყოს სანიშნე. შიგნით ჰქონდეს ჯიბე და ამ ჯიბეში იყოს დავუშვათ ბლოკნოტი, ან იყოს მოსახევი ფურცლები, მისაწებებლები, ლამაზი შიგნით იყოს, რომელსაც სურვილები უნდა ჩაწეროს ადამიანმა. აი მაგალითად თუ არის საახალწლო თემატიკის იმ წლის ჩაფიქრებული სურვილები. ჩვენ ხო გვაქვს ესეთი ტრადიცია. რომ ეს ღამის 12 საათზე, ან ღამის 12 საათისთვის, ან ზარი რო ჩამოკრავს, პირველი საათი რო ჩამოკრავს, სანამ 12-ს აითვლის, მანამდე ჩვენ ფურცელზე უნდა მოვასწროთ და სწრაფად უნდა დავწეროთ და ზოგი მერე წვავს, ზოგი მერე შამპანიური შეკრეს, ზოგი სვავს, ზოგი ჭამს, ზოგი არ ვიცი, საციოს ატანს ახალწლოს უბრალოდ ვისაც როგორ უნდა. და აი ეს სია გვაქვს რაღაცა, გეგმა ხო გვაქვს და აი ესეთი თემატური მინდა რომ იყოს, რომ აი დავუშვათ სადაბადების დღე იყოს ტორტის ფორმის ჯიბე ერთგვარი რბილი. რაღაც ერთგვარად ნახევრად რელიეფური. თლად 4-დე ვერ იქნება, მაგრამ 2-3-დე თუ იქნება, კარგი იქნება და მინდა რომ ერთ-ერთ ჯიბეში სათამაშო საჩუქარი წიდოს და ისიც მე შევკერო. პირველ რიგში ახლა მე მინდა შევარჩიო სათამაშოსთვის ქსოვილი. და მინდა რომ შევარჩიო ერთ ტონალობაში იყოს რაღაცა ბიაზის, მიტკლის, რომელსაც მე დავუშვათ ჩაისფერით ჩავამუქებ, ან რაღაცა თვალებს მივახატავ, აი მირჩევნია რომ ერთი ტონი იყოს. თუმცა ხანდახან ალბათ ჭრელიც დამჭირდება. ნახოთ. და საერთოდ ამგვარი წიგნების მთელი ის მინდა რომ გავაკეთო ციკლი. და რაღაცებს თქვენს გაჩვენებთ. რა თქმა უნდა, რაც გამომივა, შეიძლება სულაც არ გამომივიდეს. რაც შეეხება ჩაის, მე რომ ამას წინათ გაჩვენეთ იმედიელის აი ეს რა ქვია, ჩაი, გამოგზავნილი ჩაი და ჩაის ჭიქა. იმედიელს გამოგზავნია ჩემთან არა ჩაი გურიელი, არამედ ჩაიმანია. და ჩაიმანია მე მგონი სულ სხვა კომპანიაა, აი, აჰა. ვინმე მომცემს ახლა მე რეკლამას, პროდუქცია მერევა ერთმანეთში. ჩაიმანია. რაღაცა კარგად დავამოღამე, ჩაი გემრიელად მივირთვე. ახლა ჩემოკარგებო, მიუხედავად იმისა, რომ ბუბუ აქ ამ იმას ქსოვილების ტომარას ეჯიკავება, ჩვენ სოფელს დავუშავებ, წავალ კარტოფილს ამოურებ და დაგიბრუნდებით. ახლა ბევრი ვიქაქანე თუ ცოტა ვიქაქანე, ხო არ დაგღალე. მაცადე ბიჭო, მაცადე. სიმართლე რომ გითხრათ დღეს დილიდან არ ვიყავი ესეთ ხასიათზე, რაღაცის კეთების სულ ძალასალად ვაკეთე. ის სამზარეულოც ის დალაგებაც ის გაფენაც ის ყველაფერი აბსოლუტურად ყოველდღიური რაც არის რა. ხო და მინდოდა რომ წამოვწოლილიყავი და საღამოსკენ წამოვწექი და რა ვიცი რაღაცნაირად დავიღალე წოლით და ავდექი და საქმეს მივხედე რაღაცა
ხაბარზე მოვედი, როგორც ისინი ამბობენ. ხაშურის მხარე. უხაბრო, ესე იგი უფხო, ხაბარზე მოვიდაო, ესე იგი ხასიათზე მოვიდა. ეს რაღაცა ქართული თემატიკა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ქსოვილი სულ არ არის, ორნამენტები გავს ქართულს. თან ესეთია, ტრიკოტაჟია, დრეკადია და ქართული თემატიკა თუ დამჭირდა მუთაკან, საბანიან რაღაცა, ჩოხან, არა, ჩოხამით არ გამოვა. ის გამოვა. რაღაცა ორნამენტი რომ მიაკერო ადამიანმა იმას. ტალავარი, თიულური ტალავარი. გაჩერდი. ვერ გავაჩერე, კაცო, ვერა. ეს არის ჩემი უფ როგორ მიყვარდა ეს ატოყებ. ეს ჩემი უსაყვარლესი შარვალია. ერთ დროს მეტეოდე ამაში და შესეთი დაძველდა და მე ეს ჩვეულებრივი შავი ქსოვი. რა უყო ამ ბუბუს? რა გინდა ბიჭო? რა გინდა ბიჭოსა? აი მე მგონი ეს ქსოვილი გამომადგება. ეს არის ტასიკუსას ძველი პერანგი, მაგრამ ნახეთ როგორ არის შეკერილი. შეხედეთ, ბევრი ნაჭერია. ხო და ეს რომ მე აქ თარგით გამოვჭრა, გამოვა რომ სადღაცა შეიძლება სახეზე ან ბუცოზე ან ზურგზე ნაკერი აღმოაჩნდეს სათამაშოს. ამიტომ თუმცა საცდელად მინდა რომ პატარა გავაკეთო და მე მგონი რომ გამომადგება. არა მგონი ახლა ტასიკომ ეს კიდე ჩაიცვას. ჯესეთი არ ჩაეტევა. მე ჯესეთი გასაჩუქებლადაც იცით როგორია? თმას იღებავდა ხოლმე ამით ის საყელოა. ცოტა შაფერადებულია. აჰა, ესეც კუბოკრული პერანგი, იგივე კლეტყიანი პერანგი. ისე მიყვარს, მე ძალიან მიყვარს ესენი. კლეტჭკები. დავთოთ? ნუ ძენძავ, მომეცი კინეჩვალი, მომეცი. ესეც კიდევ ერთი კლეტკა, რომელიც მე აუცილებლად გამომადგება. არ მომწონს იცით ეს კუბოკრული სიტყვა. უჯრებიანი ჯობია, ხო? ხო. უჯრებიანი ჯობია. ეს არის ძალიან სიმპათიური ყაბა, რომელიც ერთხელაც ვერ ჩავიცვი, იმიტომ რომ მქონდა დიდი. და ახლა მე მგონი სათო ნახევარიც ვერ ჩავა. მოდი აქ, მოდი დაუქნიე ხელი. მოდი შენ თანამოძმეებს დაუქნიე ხელი. სალამი ბუბუსგან. ჩვენი არხის მაყურებელთა კატებს, ზაღლებს, ჩიტებს, თევზებს, კუებს, ზღარბებს და საერთოდაც რა ცხოველები ყავთ. მომწერეთ, აბა რა ცხოველები ყავთ. ჩვენ შორის არის ვინმე ვისაც ესეთი ეგზოტიკური ყავს რამე, ასე მაგალითად, რა ქვია იმას? დიდი ხვლიკები როა, იგუანა, უფ როგორ მინდა რომ ყავდესო, ტასიკო, ღმერთო ჩემ. მე ძალიან მიყვარხარ, იქით გაიხედე და ცოტა ხანი ნაჭრების დაგლიჯაზე ნუფიქრობ. ბუბუ არია დალაგთან წასასვლელი, მართალი ბრძანდებით. აბსოლუტურად გეთანხმებით. ბუბუ თვალებზე წვირფირს ბუბუს დალაკი თუ უყოვის. ესეც ასევე პერანგია, ესეც ასევე ზოლიანი პერანგია. ტასიკოს ქონდა ეს პერიოდი პერანგების აჩენება და ბევრს ყიდულობდა. მეორადში რა თქმა უნდა. ჩვენ ოჯახში დიდ თანხებს არ ვხარჯავთ ჩასაცმელში. თანხები და ესენი ფულიდან ნაშრომი ეს არაფერია. კაპიკები ჯობია დახარჯოს ადამიანმა თუ დახარჯობა მოგზაურობაში. ეგ არის ის, რაც არასდროს არ გვენანება. კითხვა იყო შემოსული, იქვე მივწერე, რომ ესაა არაფერია. იტალიურად საუბრობ და ეს ჩემმა მეგობარმა სხვათა შორის იტალიაში მაჩუქა, იმიტომ რომ მე დიდი მაქვსო და შენ მოიცვიო. პირველად რო ჩავედი და ნაკარგი სურნელი აქვს, რას უნდა მომესხანე და ესა სან-პიეტროში წავედი ამით, იმიტომ რომ სან-პიეტროში ყველაზე დიდ ტაძარში, კათოლიკურ სამყაროში, სადაც რომის პაპია, ვატიკანში,
არ შეიძლება მოღებულით და შორტებით შესვლა. არ შეგიშვებენ. თუმცა იმაზე რა ქვია, მოკლე სახელოიან მაისურზე მოვიცვი ეს და მეცვა შორტები. შარვალზე არის პრეტენზია არა, აქ აი იმაზე აქვს პრეტენზია. შიშველის სხეული არ უნდა გიჩანდეს. აი ჩემთვის გერმანელები იყვნენ ახალგაზრდები, რომლებმაც რაღაცა კურსი დახურეს პირველი თუ მეორე და წამოვიდნენ იტალიაში სამოგზაუროდ. ხელოვნებასთან დაკავშირებული კურსი ჰქონდათ, რაღაც არ ვიცი, მხატვრები იყვნენ, არ ვიცი, ვინ იყვნენ. ხო და ეს რა ქვია, ზურგჩანთებიდან ამოაძვრინეს შარვლები, პერანგები და ბიჭებმა შორტებზე შარვლები ამოიცვეს, რომ შეეშვათ და მე რადგანაც რაღაცა შორტებში პრეტენზია არ ჰქონდათ. მეტი არაფერი არ მქონდა წავედი. პირველად რომ წავედი, წავედი მხოლოდ პიჟამოს შარვალი, ღამე რომ ჩამეცვა. და მეცვა შორტები და ერთი ეგ მქონდა, არ მქონდა არავითარი ყაბა, ქვედაბოლო, არავითარი ელასტიკი და აგვისტო იყო გაქანებული და 5 კილოიანი ჩანთით წავედი და პლუს კიდე ისინი წავედა საჩუქრები და ბლოკი ციგარეტები და იმიტომ რომ იქ ძვირია, იქ ვინც ეწეოდა, მე არ ვეწეოდი. ხო და ნუ შემიშვეს. მე როგორც არავულგარული დეიდა რომ შემხედეს, ან შეიძლება არ შემხედეს, იქ იმდენი ხალხია, რომ შეიძლება ზოგს აკვირდებიან, ზოგს არ აკვირდებიან. ასე რომ შემიშვეს და რაც შეეხება ჩემ იტალიურ საუბარს, გავმეორდები იმ კომენტარში, რაც დავწერე და ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა, ჩემი იტალიური არ არის იდეალური, რა თქმა უნდა. ვუშვებ უამრავ შეცდომას, მაგრამ არ მაქვს კომპლექსი. აი რაღაცნაირად ბევრი რომ აქვს მოსმენილი, გაწყალებული მაგ და აბსოლუტურად ყველაფრის თქმა შემიძლია. ნებისმიერ თემაზე შემიძლია ლაპარაკი იტალიურად, რომ რა გინდ გასაკვირიც არ უნდა იყოს. თუმცა ვერ ვიტყვი რომ ყველაფერი მესმის, თუმცა ვერ ვიტყვი რომ კლასიკურ ლიტერატურას ვკითხულობ და გააჩნია იცით რას იტალიაში. ჯერ ერთი გააჩნია იტალიური სწავლას რომ იწყებ რა ენები იცი. იმიტომ რომ იტალიური ენის ძირი არის ლათინური და ინგლისური. ლათინური ასევე არის რუსულის ძირი და ის ვინც იცის რუსული უადვილდება ბერძნულის და იტალიური აღქმა, გაგება და გააზრება ამ გრამატიკის. იქ სქესი, იქ დაბოლოება, იქ მხოლობითი მრავლობითი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მე ვიცი რუსულიც და ინგლისურიც და იტალიური ჩემთვის არის ძალიანაც გასაგები. იყო უბრალოდ ძალიან აი ეს არის ენები, რომელიც საერთოდ შვედური მაგალითად, აი მე მგონია რომ საუკუნე რომ ეცავ და ვერაფერს ვერ ვისწავლე, იმიტომ რომ საერთოდ არ მესმის. ერთი სიტყვაც კი არ მესმის. აი საერთაშორისო სიტყვები რაც არის, რომელიც ლათინურიდან არის ყველა ენაში შესული, ისიც კი არ მესმის. ისეთი ინტონაციით ამბობენ და ისეთი მახვილით ამბობენ. მართლა არ მესმის. იტალიური შვენივრად ვეცადე წასვლამდე და ვიმეცადინე YouTube-ზე რაღაცებს ვუყურე. მართალია მეგონა რა ფერ შემიძლია თავში, მაგრამ იქ რო ჩავედი, აღმოჩნდა რომ ეს ცალკეული სიტყვები მახსოვს და მარჯვნივ წავიდე თუ მარცხნივ წავიდე, ამის კითხვა შემიძლია. ასევე ვუსმენდი სულ იტალიურ სიმღერებს ბავშვობიდან, ხო? ესეც რაღაცნაირად ყურს მიჩვეული ამბავია და მე რაც აქვს მნიშვნელობა. სულ სხვადასხვა დიალექტით და აქცენტით ლაპარაკობენ სამხრეთში, აღმოსავლეთში, ცენტრში, მარჯვნივ, მარცხნივ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ჩვენ გონია ერთი და იგივე, თორე ახლა როგორც მე მაგალითად მეგრულს, გურულს, იმერულს, კახურს გავარჩევ, ისე იტალიურს რა თქმა უნდა ვერ გავარჩევ და მგონია რომ ერთი და იგივეა და სინამდვილეში თურმე შეიძლება ჩახვიდე ნეაპოლში, ბარში და იქ ისეთი ისინი სიტყვები იცოდე და გამოთქმები და ისე უქცევდე თურმე სამხრეთულად რომ რომში შეიძლება ვერ გააგებინო ადამიანს რა გინდა საერთოდ. მით უმეტეს ჩრდილოეთში, იქ ზემოთ. ხო და მე ვიყავი რომში. რომში უფრო ისე ლაპარაკობენ ლიტერატურაზე შედარებით. ნეიტრალურზე ესე ვთქვათ. კიდევ რას აქვს მნიშვნელობა? თუ მუშაობ ოჯახში,
გჭირდება ყველაფერი რაც ოჯახში კეთდება, ხო? გაუთოება, გარეცვა, დაალაგება, გამოცვლა, მოხარშვა, დაჭრა, ესეთ რაღაცები. სიმართლე რომ გითხრათ, მე ეს რა ქვია, მე არ მიმუშავია ეს ოჯახში. შესაბამისად, ოჯახისა ბევრი არაფერი არ ვიცი, მაგრამ აი სამზარეულოს რაც შეეხება, მორევა, შეწვა, გასინჯვა, დოზები, აი ეს ყველაფერი, პროდუქტები, ვიცი ძალიან კარგად, იმიტომ რომ ჩემი კულინარიის ინტერესიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ იტალიურ ენოვან ბლოგერს ვუყურებდი წასვლამდეც კი. და ვინაიდან მე არ მიმუშავია ოჯახში და ვიმუშავე ქალაქში, ვასეირნებდი ტურისტებს, ძირითადი შემოსავალი იგი იყო ჩემი და უფრო ხანგრძლივად მაღაზია ვიმუშავე, მე უფრო ქალაქში, აი მე შემიძლია წავიყვანო, რა თქმა უნდა, შეცდომას დავუშვებ, მაგრამ ტური შემიძლია წავიყვანო იტალიურ ენაზე. რომში ძალიან ბევრი ჩამოდის, იგივე მილანიდან და იგივე ნეაპოლიდან, რომლის დასათვალიერებლად იტალიაში იმდენია სანახავი და იტალია იმხელაა, რომ თბილისივით არ არის, ძალიან ბევრი ნაყოფი არ არის და შეიძლება 30 წლის ასაკში ჩავიდეს ადამიანი რომში და აიყვანოს ექსკურსია მძღოლი და გააყვეს რომელიმე საექსკურსიო ჯგუფს, აი მაგ ჯგუფს იტალიურ ენაზე, იტალიელისთვის მე შემიძლია გავუძღვე იტალიურ ენაზე. ბევრი რამე შემეშლება, მაგრამ ყველაფერს გაიგებენ და რასაც მითხავენ უპასუხებ. იმიტომ რომ ამაში ვიმუშავე მე. აი კონკრეტულად ამ ფრაზებზე, ამ ისტორიებზე, ამ ტექსტებზე მე ვიჯექი ღამღამობით, ვმეცადინეობდი და ვისწავლე. ანუ აი ეს ვიცი. ხოლო იმას ხა ასაკოვან ადამიანებთან რომ დავიწყო მუშაობა, შეიძლება აი კილოს გაწურო არ ვიცი როგორ არის, რა არ ვიცი კიდე როგორ არის. გახეხვა არ ვიცი როგორ არის, შეწვა და ასე შემდეგ. აი შეწვაზე არ არის, შეწვა ვიცი როგორ არის. მოკლედ აი ოჯახში რაც საჭიროა. და მოხუცის მოვლისთვის რაც საჭიროა, აი ეს ცუდად ვიცი. მაგრამ ყველაზე დიდი პლუსი მაინც ენაში ის არის, რომ არ გერიდება და ბოქლომი არ აქვს ენაზე დაკიდებული, ამბობ ყველაფერს ისი თქმაც გინდა და მორჩა და გათავდა. აი ესეა საკო. ასევე ჩემო კარგებო, კოპლიანი ჩემს არაფანია ეს და რა ვიცი, აბა იქნება ნახეთ რა ლამაზი რა მე მიყვარს, ძალიან მიყვარს ეს მოძრავი ჩონჩხები და როდის მე ხამაში ჩავეტევი რა ზომა არ ვიცი მე ამაში ჩავეტევი თუ არ ჩავეტევი, მაგრამ სულ ახალთახალია. რამეში გამოვიყენებ, რამეს შევკერავ, რამეს ვიზავ. ასევე მაისურები, ეს არის ასიკომ დააპრინტა. თავისი ნახატი მიაპრინტა მაიკას და 2 ცალი გვაქვს. აჰა. შემდეგი. ღმერთო ჩემო, ეს ჩემი შორტია მგონი. ახლა მე თქვენ გაჩვენებთ. ეს არის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ზაფხულის პერანგია რა. საროჭკა, ქუჩაში ჩასაცმელი, არაღამის პერანგი. და გაჩვენებთ მე თქვენ ახლოდან. აი ეს არის ჩემი უსაყვარლესი კომპანია, თუმცა არ ვიცი როგორ იკითხება. იესიკა. მეორადებში ვყიდულობ ხოლმე, საიტსაც მინახავს, მაგრამ საიტიდან არასდროს არაფერი გამომიწერია. მომწონს ამათი ხარისხი, მომწონს ამათი ნახატი. რა ვიცი. გააქვთ რამე იესიკასი. მე არ მახსოვს, რომ რაღაცა იესიკასი მაღაზიაში მენახოს. და არ მომწონებოდეს. ის იყო ჩემი ზომა თუ არ იყო ჩემი ზომა, ვიყიდე თუ არ ვიყიდე, ყველაფერი მომწონებია, რაც კი იესიკასი მინახია. თეთრი ფთქრიალა პერანგი. ძალიან სიმპათიური. ნაქარგებით და რამე. ესეც ანალოგიური შემიძლია ვთქვა, იმდენი ისაა აქ, რა ნაქარგი აქვს, რომ სათამაშო ზოლიანი ხო არ იქნება. ისეთი მინდა, პატარა ფიგურა მინდა გავაკეთო, შევკერო და მე ჩავაცვა, დავახურო და როგორც შემაშუმა თქვა, ვუდუს თოჯინოს ხო არ აკეთებდება. რატო გადაწყვიტა ახლა რომ ჩადაქრობა დავიწყე, არ ვიცი. არა, ვუდუს თოჯინოს არ ვაპირებ. მინდა მოვახსენო ჩემს შვილს, თუმცა ჩემი შვილი არ უყურებს ჩემს. არა, არ უყურებს, არა.
აღარ გიყურებო ლაივშიო. კაი. ეს ყველაფერი ჩავაბრუნოთ, რო გითხრათ ახლა რომ ამ ეტაპზე ჩემთვის გამოსადეგი და საჭირო რამე ვნახე თქო მოგატყუებთ. ერთი არის ტასიკოს პერანგი. მე მგონი რომ ცუდი ამბავი არ არის. ასე. ხო და კარგად დავათვალიერებ და მე მგონი რომ აი ყველაზე დიდი ნაჭერი აქვს ზურგში ჩადგმული აი ეს ოთხკუთხედი. თარგს დავატოლებ და იქნება ჩავსვა და იქნება საკმარისია. მაგრამ მანამდე ტასიკოს უნდა ვკითხოთ, ხო არ ვუფუჭებთ საყვარელ პერანგს. განათება არა მაქვს ჩართული. მაგრამ მინდა რომ ესე მოკლედ გაჩვენოთ. მეორე პერანგი ვიპოვე კიდე, უბრალოდ პერანგი არ არის. ჩემი ზედაა. მაგრამ რაღაცა ეს ფერი არ მომწონს, ეს უფრო რუხია. თვითონ ფერი მომწონს, მაგრამ თოჯინისთვის აი პირის სახე ძალიან ისექნება ალბათ. ეს უფრო თბილი და ტილოს ფერია. ამიტომ ამით ვცადოთ ჯერ. იქნებ ჩაგვეტიოს. აი ეს არის თარგები, რომელიც მე თვითონ დავხატე და გამოვჭერი, ესეთი ფიგურა, ხელებს მე მივამაგრებ, ცალკე გამოვჭრი და შევკერავ, ჯერჯერობით ეს მოვამზადოთ. გამოვჭერი ჯერ აი ეს ერთი. რა ქსოვილი აი ამ ხელა უნდა გამოვჭრა და ამ ხელა უნდა დავტოვო, რა ქვია ამას? ზაპასი. ქართულად არ ვიცი როგორ არის ზაპასია, რომ ესე შემოკეროს ადამიან. ანუ აი ამ სიგანე უნდა იყოს, სიგანე და სიმაღლე. ნახოთ ახლა ჩვენ ეს ზურგი. მოგონდა უი როგორ არ დაეტევა, რას ამბობ? შეხედეთ როგორ არ ეტევა. ერთი კი არა, რამდენიმე დაეტევა. ნახეთ აი რამ ხელაა ეს ზურგი. წელში გამოყვანილი ხოა და ყველაზე ვიწრო ადგილასაც კი ეტევა. ანუ რო რამე იყოს, ეს პერანგი მე როგორც მინიმუმ 2 ასეთ ფიგურას გამომიჭრის. კი ბატონო. ახლა ჩვენ ასე. ახლა ეს უნდა დავადო და უნდა შემოვხაზო. აი ახლა ეს ისე დავადე და ესე შემოვხაზავ. ხაზავენ ხოლმე ცარცით, ხაზავენ ხოლმე საპნის ნაჭრით. მე ავიღებ და უბრალოდ კალმისტრით შემოვხაზავ, მოხდება რამე? აი ესეთი ლამაზი მოსამაკ ასე ჯობია. აბა ეს თუ ხატავს აქნე და კი ხატავს. არასოდეს არ ვიყავი კერვაში მარჯვე. ბევრად უფრო უკეთესად ვსოვდი. რაღაც ერთხელ 13 თუ 14 წელს ვიყავი, აი ეს მოვიქსოვე. ჯემპრი მოვიქსოვე. ქუდებს ვიქსოვდი, შარფებს ვიქსოვდი. არა მარჯვე კერვაში არასდროს არ ყოფილვარ. არა და ყოველთვის მინდოდა. იცით რატომ მინდოდა? ჩვენ ბავშვობაში და ახალგაზრდობაში, არა ახალგაზრდობაში კი, მაგრამ აი ესე გოგოშკობაში არ იყო.
ჩასაცმელი, რომელიც მე მინდოდა. ან იყო და არ მომწონდა, ან ძვირი იყო, რა ვიცი. მოკლედ რაღაცები მინდოდა ჩემთვის შემეკერა. შემიკერია რაღაცები ჩემთვის, მაგრამ სახლის ესე. მანქანაც არ გვიწყობდა ხელს, დედას ელექტრომანქანა ქონდა, რომელიც გაფუჭდა. ბებიას საკერავი მანქანა, ხელის საკერავი მანქანა. ახლაც მაქვს და ახლაც კერავს, მაგრამ არ კერავს ყველაფერს, კერავს სქელ ნაჭრებს. ასე. რაღაცა სწორია ახლა ეს? კი, სწორია. აბა. არ მივარგა მაკრატლები. რაღა გივარგაო ახლა იტყვით, ხო? თუ არც კერვა იციო და ნაჭერი ძლივს იპოვეო და მაკრატელიც არ აგაქო. არა, მაკრატელი როგორ არა, მაგრამ რამდენიმე მაქვს, მაგრამ აი ესეთი პროფესიონალური მაკრატელი არა მაქვს. თქვენ ხო იცით, მე ძალიან მიყვარს ისინი. რა ქვია, ინსტრუმენტები და კაი რამე-რომეები. განათება თუ არ ჩავრთე, არ ჩანს არაფერი. ხო? აი ესე შევცვალე კამერის ესა რა ქვია, პოზიცია. რა გინდათ ახლა ესე ახლოდან, მაგრამ ერთმანეთს უყუროთ. აი ესე დავხაზე, ორი, ერთნაირი. შემოვხაზე, აი ეს. არ გეგონოთ ახლა რომ მატრიოშკას კი. არა, საბოლოოდ აი ამ ფორმის იქნება სათამაშო, რომელსაც ექნება ხელები. მე გავაფორმებ ქუდი, შარფი, წვიზი, პირი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა ესენი არ გვინდა. იყოს აქ. ეს კი გამოვჭრათ. ფრთხილად, ნაზად, რამდენადაც საშემას ფაქიზად, რამდენადაც ამის საშუალებას მომცემს მაკრატელი. არა, კარგად ჭრის, მართლა კარგად ჭრის. დასკოს უმეუნება ხოლმე დედა აქეთ, ნუ იყურები კამერა აქეთ არისო და მე კიდევ პასუხობ, ჩემებმა კარგად იციან, მე რომ დიდებული ოპერატორი ვარ მეთქი. მეთქი თქო. ესე. გამოვჭრათ. ხო და მოკლედ იმას ვამბობდი, რომ კერო არასდროს არ ვიცოდი, მაგრამ ყოველთვის მინდოდა და ყოველთვის ძალიან დიდი სურვილი მქონდა ავერლოკი. ანუ ნაპირების დასამუშავებელი მანქანა სპეციალური, ან მანქანას ქონოდა ავერლოკის ფუნქცია. ხო და ეხლა ჩემ მანქანას არა აქვს ავერლოკის ფუნქცია. მაგრამ აქვს კარგი ზიგზაგები, რომელიც ნაპირში რო ჩაატარო, ძალიან სიმპათიურად გამოიყურება. ასე. დღეს არ ვივარჯიშია. აი ეს რაღაცნაირად რო ვიყავი, წოლის ხასიათზე რო ვიყავი, რაღაც ძალიან არ მინდოდა. ანუ აი როგორ აგიხსნათ დღეს ცუდ ხასიათზე კი არ ვიყავი და კი არა ვარ, აი რაღაც არაფრის კეთება არ მინდოდა. ეხლა ეს რომ მომინდა, ეგეც უცნაურია. რაღაცა თითქოს მციო და თითქოს მძიმედ ვიყავი. უფრო აქტიურად მაწუხებს შიმშილი, არ დავაგვიანო დროზე შევჭამო. ანტიდეპრესანტს რო ვიღებ, ხომ ის დრო რომ მოახლოვ და ერთსული მქონდა, როდის გახდებოდა კონკრეტულად ის დრო, რომ დამელია, მივხვდი რომ აი მჭირდებოდა. ხან ისეთი დღეა, ხან ასეთი დღე არ აუშავს. არ აუშავს. ვცდილობ რომ შაქარი არ მივიღო. ხო და უფრო მივხედავ მაგ ამბავს. გადავწყვიტეთ ოჯახმა რომ ვიქირაოთ. ერთი გამოვჭერი. ვიქირაოთ ტრენაჟორი. არის ესეთი კომპანია რენტამანია ქვია. ყველაფერი აქვს გასაქირავებლად. მე რაც ვნახე მათთან Facebook გვერდზე, საამშენებლო ინსტრუმენტებიდან დაწყებული, აი 1 კილოიანი სავარჯიშო გირებიც კი აქვთ და ტრენაჟორი ველოსიპედები აქვთ, რაღაცა ძალისმიერები აქვთ, რაღაც სიმძიმეებს რო მაშვებიან.
აკაჩავებენ. ხო და ეს არა, ჩვენ გვინდა სარბენი ბილიკი. თუმცა ის რომელიც ჩვენ გვინდა და გვჭირდება, ჯერ არ არის. წინასწარ დამირეკეთო მითხრა. მითხარი გვინდა დაახლოებით 15 რიცხვიდან და მინდოდა გამეფრთხილებინეთ მეთქი. ესეო წინასწარ არ ხდებაო, ეგ ამბავიო. ანუ ვერ დაგპირდებითო რომ მაგ დროისთვის იქნებაო, იმიტომ რომ ამ წუთასაც არ არისო. ანუ ჩვენ გვინდა ყველაზე მარტივი სარბენი ბილიკი, კი სირბილს არ ვაპირებთ ზეც, სიარულს ვაპირებთ ზეც, სწრაფ სიარულს. რომ მიზეზე არ გქონდეს გარეთ თოვლია წვიმა, მზე არ მცალია, მაგ 15 წუთი დრო, აი 15 წუთი დავდგები და ვივლიო დასიკო. და სულ ყველა ვივლით, რატომაც არა. ხო და ეს უნდა იყოს წონის მიხედვით. ჩვენ წონაზე გათვლილი არ არის. ანუ ჩვენ გვინდა 100 კილო და მეტი და ფასით შესაბამისად მაღალია. ერთი თვე 85 ლარი თუა, სადღაც 80 კილოზე განსაზღვრული, 130-ია, 100 კილოზე და 100-ზე მეტზე განსაზღვრული. ხო და ვთხოვე რომ ჩაეწერა ჩემი სახელი გვარ და ტელეფონი რომ დაერეკა როგორც კი გამოჩნდება და გამოჩნდება მეთქი ისა თქო რა ქვია. სარბენი ბილიკი 100 კილოზე მეტი. იმიტომ რომ პასუხისმგებლობას ხო იღებ ადამიანი, რო ქირაობ, შენ ხელში რო გაფუჭდეს და მე მირჩევნია რომ 100 კილოზე მეტი იყოს. მით უმეტეს რომ ბევრი მიკლია იმ 100 კილოს. ხო. ასევე გვაქვს მეორადები გასაყიდიო 2000-2500 ლარიო ის რაც თქვენ გინდათო. 8% ჩვენი ემატებაო და TBC ბანკს ვაკეთებთ მარტო და TBC ბანკსო მე თქვენთვის შევთანხმდით. რა და როგორ. ანუ განვადება არის და რა თქმა უნდა პროცენტს იმატებს ახლა. ვისაც უნდა განვადებით აიღებს. ნახოთ თუ არ გამოგვივიდა დაქირავება და ძალიან დიდხანს მოგვიწია ლოდინი, იქნებ განვადებაზეც ან მთლიანად ყიდვაზეც დავფიქრდეთ. ნახოთ ბატონო როგორ იქნება ეგ ამბავი. თუმცა ეს განვადება სულაც აღარ მინდა, ეს რა ქვია. ფასი ძვირდება. ხო და ყოველთვიურად იქ 100 ლარი გადასახდელი, იქ 200, იქ 300 ძალიან ძნელია ეს წამოკიდებული ვალდებულება 1 წლით და 2 წლით. მექნება მთლიანი ვიყიდე არ მართლა დავები. რას ვაკეთებთ ახლა ჩვენ? არ გეგონოთ ახლა რომ მე ამის ისა სუპერ პროფესიონალი ვარ, ცხოვრებაში პირველად ვაკეთებ. ვნახე ინტერნეტში. აი ახლა ეს არის წინა მხარე, უკანა მხარე, ეს ერთმანეთს დაეკერება და ამ ეტაპზე გვჭირდება შემდეგი. შემდეგი რამ გვჭირდება? რომ აი ამას ახლა ჩვენ დავახატოთ ეს ფრთხილად, ფაქიზად და იმ ზოლზე გავატაროთ გვირისტი. აი ესე შემოვხაზავ. მერე კინძის თავებით დავამაგრებ, ან შეიძლება დავლამო კიდეც, ნახოთ. გავკერავ, აი დაახლოებით აქედან დავიწყებ. აი ესე გავკერავ, აი ასე. და აი ამ ადგილს დავუტოვებ ღიას, რომ ეს ამოვაბრუნო. და მერე გამოვტენო ბამბით. რა თქმა უნდა, აი ამისი მოჭრა დამჭირდება, აი ესეთ ჩახვეულ ადგილებში, აი ესე უნდა ჩავჭრა. რა თქმა უნდა, არა ბოლომდე, მაგრამ უნდა ჩავჭრა აი ესე. რომ უფრო იოლად გადმოbrunდეს და გადმოbrunებულს ნაპირი კონდეს გლუვი და არა ოკრო-ბოკრო. მაგრამ ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს და ავიღოთ ახლა ეს ჩემი ლამაზი კალამი, რომელიც ძალიან მომწონს, ნახეთ რა ლამაზი. ქარელში ვიყიდე. ბინას რო ვიფორმებით მაშინ რომ დავდიოდით საკანცელარიაში შევედი რაღაცა საბუთოს გადასახსენებლად და ისე მომეწონა ეს ლამაზი კალმისტრები რომ რამდენიმე ცალი შევიძინე. აი ეს არის ზამთრის საახალწლო ეს საგაზაფხულო და ეს კი ისეთი იდეებრა უყო ინდოეთი და ეს არა ქვია
მედიტაცია, რაღაცა ესეთი შეგრძნება მაქვს. ბატონო, შემოვავლოთ ახლა ამას ეს. არსად არ გვეჩქარება, თანაც პირველი მცდელობაა და რომც არ გამოგვივიდეს. არაფერი უჭირს, არა უშავრა, როგორც კახელები ამბობენ, არა უშავრაო. ხო და ასე. რატომ დავხატე ახლა ასეთი? ჯესეთი მინდოდა რომ ტასიკოსთვის მეთქვა რომ დიდი დამიხატე რამე, მაგრამ ჯესეთი ტასიკოს არ ეცალა. მე ვიფიქრე რომ მე როგორიც მინდა მარტო მე შემილია რომ დავხატო და მე ღეჭა გადავწყვიტე რომ ეს არის საკმაოდ საყვარლუკა ფორმა. აჰა. ახლა ჩვენ ეს ფორმები არაფერში აღარ გვჭირდება, ვინახავთ, იმიტომ რომ გამომადგება კლავად. აბა ფოტოფირები ვის გახსოვთ? ფოტოფირებში ისა მაქვს შენახული. რა ქვია? აი ესენი. კინძის თავები. ხო და აი ესე ახლა ლამაზად მიდევს ერთი მეორეზე და დავდგები და აი ესე. სხვათა შორის ეს რაღაცა ტილოს მსგავსი ქსოვილი საკმაოდ ესეთია გაჯერჯვებული და ესე მიდი მოდის. ვერ ვიტყოდი რომ ეს არის ესეთი შესაკერად მორჩილი ქსოვილი, არანაირად. ასე. კარგია როცა ესეთი რაღაცა აქვს ადამიანს, აი ნახეთ რა კარგად ვატრიალებ. მე თვითონ არ ვდგები და ესე არ ვაკეთებ. აი ეს ტრიალებს. ესეც ინტერნეტში მაქვს ნანახი, მომეწონა ამბავი. ასე. აბა. ასეთი ამბები გვაქვს შემოკარგებო ტრენაჟორებთან დაკავშირებით. თქვენთვის მინდოდა მეკითხა. ხომ არ იცით რაიმე მსგავსი კომპანია, რომელიც კიდევ აქირავებს ამათ გარდა, მე სხვას ვერ გადავეყარე ინტერნეტში და ხომ არ იცით კიდევ სად არის წერტილი მეორადი ტრენაჟორები რომ შევიძინო. სხვათა შორის ხაშურში მითხრეს, რომ აი იქო ბაზრის უკან ავეჯის მაღაზია რო არისო, აი იქ აქვთ ხოლმეო მეორადი ევროპულიო, ხო და რომ მოვხვდები ხაშურში იქ შევალ. ასე. ასე მოკლედ. ესეც ასე. აი ესეთი. იმედია უკუღმა არ მიჭირავს. აი ესეთი რამ გავაკეთეთ, რამ. და ახლა ის დღე დაგვრჩენია, გამოვიღოთ მანქანა და ჩავაგრიხინოთ, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც არის შემოკარგება. ვიღაცა პროფესიონალს გაეცინება ალბათ, რომ რა არის ახლა წამის საქმე არ არის, ახლა ჩემთვის არა ეს კერვა.